ტაქსის მძღოლების ნაწილი ჯარიმებისგან გათავისუფლდა საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2025 წლის 1 ნოემბრამდე ტაქსით მომსახურება უნებართვოთ ან ნებართვის პირობების დარღვევით განახორციელეს, დაიკისრეს ჯარიმების შესაბამისად. გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა თბილისის მერმა კალაძის თქმით, იგეგმება გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმების გაზრდა. ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის, ამტვერებადი მასალის არასათანადო წესით ტრანსპორტირებისთვის, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრისთვის, ასევე მეორადი საბურავების შავი და ფერადი ლითონის ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მარტივად ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებისა და რეალიზაციისთვის განსაზღვრული ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6000 ლარამდე, სხვადასხვა დარღვევებისთვის გაიზრდება 2500-დან 30000 ლარამდე. თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს, დადგენილი წესით აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად.